სოფლიოში უამრავი ადგილია, რომელთა არსებობის შესახებაც ადამიანთა უმეტესობამ არაფერი იცის. გიგანტური მიწისქვეშა ქალაქები, საიდუმლო ბუნკერები და მივიწყებული გვირაბები პლანეტის თითქმის ყველა წერტილში გვხვდება. ამ ეპიზოდში ყველაზე წარმოუდგენელ ადგილებს გაჩვენებთ. სიეტლი თანამედროვე ქალაქია, სათამბჯენებითა და ხმაურიანი ქუჩებით, მაგრამ მისი ზედაპირის ქვეშ მივიწყებული სამყარო იმალება. მიწისქვეშა სიეტლი ძველი ქუჩებისა და შენობების ქსელია, რომლებიც ოდესღაც ქალაქის ნაწილი იყო, მაგრამ 1899 წელს მომხდარი ხანძრის შემდეგ ის ახალი შენობების ქვეშ მოექცა. დღეისათვის ეს ადგილი უბრალო მივიწყებული ქუჩები კი არა, არამედ პოპულარული ტურისტული მარშრუტია. იმ დროს, როდესაც ქალაქის ზედა ნაწილი თანამედროვე სამყაროში ცხოვრობს, მის ქვეშ მე-19 საუკუნეში გაყინული სიეტლი ყოველდღიურად ღებულობს ტურისტების ახალ ნაკადს. წარმოიდგინეთ, რომ მიწისქვეშეთში, მიტოვებულ ოქროს მაღაროში მეცნიერები სამყაროს საიდუმლოებების ამოხსნას ცდილობენ. ალბათ ეს სამეცნიერო ფანტასტიკის ფილმის სცენარს უფრო ჰგავს ვიდრე სინამდვილეს, თუმცა ასეთი ადგილი რეალურად არსებობს. სამხრეთ დაკოტაში 1.5 კილომეტრის სიღრმეზე სამფორდის მიწისქვეშა კვლევითი ლაბორატორია მდებარეობს. ამ უნიკალურ ადგილას ბნელ მატერიას იკვლევენ. მიწისქვეშა კომპლექსის საერთო ფართობი 28,000 კვადრატულ მეტრზე მეტია. პარიზი საკუთარი არქიტექტურით ალბათ ყველას აღაფრთოვანებს, მაგრამ მის ქვეშ სოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე შემზარავი ადგილი იმალება. ეს პარიზის კატაკომბებია. მისი ფართობი 800 ჰექტარზე მეტია. გვირაბები ჯერ კიდევ რომაელების დროს შეიქმნა. მე-15 საუკუნის ბოლოდან მე-20 საუკუნის შუა პერიოდამდე დაახლოებით 6 მილიონი ადამიანის ნეშტი აქ იმიტომ ჩამოიტანეს, რომ გადატვირთული სასაფლაოების პრობლემა მცირედით მაინც მოგვარებულიყო. ამჟამად კატაკომბები პარიზის ქვეშ მდებარე ყველაზე იდუმალი და ამავდროულად შთამბეჭდავი ადგილია. ისლანდიაში უამრავი ისეთი ადგილია, რომლის მსგავსად სხვაგან ვერ სადნახავთ. ერთ-ერთი მათგანი კი კატლას გამოქვაბულია. ის ისლანდიის ყველაზე აქტიურ ვულკანზე მდებარეობს. ყინულის გამოქვაბულების უმეტესობისგან განსხვავებით, რომლებიც მხოლოდ ზამთარშია ხელმისაწვდომი, ეს გამოქვაბული ტურისტებისთვის მთელი წლის განმავლობაში ღია. აქ ყინული ყოველთვის შთამბეჭდავ ფერებს იღებს, დაწყებული მუქი ლურჯიდან დამთავრებული შავი ფერით, რომელიც ვულკანური ფერფლითაა შეფერილი. უზარმაზარი, ჰერმეტულად დალუქული კარის მეორე მხარეს, სოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ობიექტი შაიენის მთის კომპლექსი მდებარეობს. ის ამერიკის მთავარი სამეთაურო ცენტრი უნდა გამხდარიყო იმ შემთხვევაში, თუ ბირთვული ომი დაიწყებოდა. უამრავი სხვადასხვა ფუნქციის მქონე მიწისქვეშა შენობებისგან შემდგარი კომპლექსი 600 მეტრის სიღრმეზე მდებარეობს და მისი საერთო ფართობი 18,000 კვადრატული მეტრია. დღეს კომპლექსის როლი შეცვლილია, თუმცა ამ ბუნკერის გარშემო არსებული საიდუმლოებების შესახებ ადამიანები კვლავ საუბრობენ. მიწისქვეშ არსებული ობიექტები ყოველთვის იქცევს ადამიანების ყურადღებას, განსაკუთრებით კი მაშინ, თუ ამ ადგილის ასაკი 100 წელზე მეტია. ნიუ-იორკის მეტრო ნამდვილი სამოთხეა სტალკერებისა და ურბანული ისტორიის მოყვარულებისთვის, რადგანაც მეტრო უამრავი მიტოვებული გვირაბის, ლიანდაგისა და სადგურისგან შედგება. ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სადგური City Hall-ია, რომელიც 1904 წლის 27 ოქტომბერს გაიხსნა. სწორედ ამ დღეს გაიხსნა ქალაქის პირველი მეტროს ხაზიც, თუმცა 1945 წელს სადგური მას შემდეგ დაიხურა, რაც გაირკვა, რომ მისი გვირაბები ახალი მატარებლებისთვის შეუფერებელი იყო. დღეს City Hall-ი არა მხოლოდ მივიწყებული ადგილია, არამედ ის ისტორიული ძეგლიცაა, რომელიც ადამიანებში ყოველთვის აღფრთოვანებას იწვევს.
ოდირაკის გამოქვაბული ერთ-ერთია იმ ადგილებიდან, რომლის არსებობის დაჯერებაც საკმაოდ რთულია. გამოქვაბული საფრანგეთში მდებარეობს და მას მდიდარი ისტორია აქვს. მის შესახებ არსებული პირველი ჩანაწერები მე-13 საუკუნით თარიღდება. მე-15 საუკუნიდან მე-17 საუკუნემდე ამ ადგილას კალიუმის ნიტრატს მოიპოვებდნენ. სწორედ ამიტომ გამოქვაბულში დროებით ადამიანები დასახლდნენ. გამოქვაბულის ყველაზე შთამბეჭდავი თავისებურება მისი უზარმაზარი უპსკრულია. ოდესღაც ეს ადგილი დახურული იყო, მაგრამ ის ჩამოინგრა, რამაც მზის სხივები გამოაჩინა და ის კიდევ უფრო შთამბეჭდავი გახადა. ძნელი წარმოსადგენია, რასგან იცდიან ის ადამიანები, რომლებიც ფინგალის გამოქვაბულს პირველად ხედავენ. გამოქვაბული ისე გამოიყურება, თითქოს ის ადამიანის მიერ იყოს შექმნილი, თუმცა ეს უჩვეულო გარეგნობა რეალურად ბაზალტის სვეტებისა და ზღვის მარილიანი წყლის დამსახურებაა. გამოქვაბული შოტლანდიის სანაპიროსთან, სტაფას კუნძულზე მდებარეობს. ეს ადგილი პირველად ნატურალისტმა ჯოზეფ ბენქსმა 1772 წელს აღმოაჩინა. მოგვიანებით გამოქვაბულს უოლტერ სკოტი, ჟიულ ვერნი და დედოფალი ვიქტორიაც კი ესტუმრნენ. ზოგიერთი უძველესი ნაგებობა თავისი დროისთვის შეუძლებლად გამოიყურება და დერენკუიუს უძველესი ქალაქი ამის საუკეთესო მაგალითია. ეს მრავალდონიანი მიწისქვეშა ქალაქი თურქეთში მდებარეობს და მასში ერთდროულად ცხოვრება 20,000-მდე ადამიანს შეეძლო. ეს ყველაფერი ძველი წელთაღრიცხვით მეორე ან პირველ ათასწლეულში აშენდა. ქალაქის ზუსტი ფართობის დადგენა რთულია, რადგანაც ქვედა დონეების შესწავლას ამ ეტაპზე მეცნიერები ვერ ახერხებენ. ისინი თვლიან, რომ დღეისათვის ქალაქის ტერიტორიის მხოლოდ 15%-ია შესწავლილი. ეს საოცარი კომპლექსი 1963 წელს შემთხვევით აღმოაჩინეს. საინტერესოა, როგორ მოახერხეს ძველმა ადამიანებმა მიწისქვეშ ასეთი ქალაქის შექმნა. ეს ყველაფერი ადგილობრივი კლდის, ვულკანური ტუფის დამსახურებაა, რომელიც ადვილად დასამუშავებელია და ჰაერთან შეხებისას მაგრდება. კლდეებში დამალულ ამ უძველეს ქალაქში ოდესღაც ადამიანები ცხოვრობდნენ, მაგრამ შემდეგ ისინი უკვალოდ გაქრნენ. შეერთებულ შტატებში მდებარე მესავერდეს ეროვნული პარკი უნიკალური ადგილია, სადაც ინდიელთა ტომის ანასაზის ხალხის საცხოვრებელი ადგილია შემორჩენილი, რომლებიც სახლებს პირდაპირ ციცაბო კლდეებზე აშენებდნენ. ეს ქვისგან შექმნილი კომპლექსი საცხოვრებელი სახლების, კოშკებისა და კიბეებისგან შედგებოდა, სადაც ინდიელთა ტომის წარმომადგენლები დიდი ხნის განმავლობაში ცხოვრობდნენ. თუმცა მე-10 საუკუნეში ინდიელებმა ქალაქი მოულოდნელად დატოვეს. საერთო ჯამში ეს კლდის სასახლე დაახლოებით 150 ოთახისგან შედგება. ითვლება, რომ აქ ერთდროულად ცხოვრება 100 ადამიანს შეეძლო. რეივენ როკი ოდესღაც ამერიკაში მდებარე ერთ-ერთი ყველაზე გასაიდუმლოებული ობიექტი იყო. ამ მიწისქვეშა კომპლექსს პენტაგონის სარეზერვო შტაბ-ბინის ფუნქცია უნდა ჰქონოდა გლობალური კრიზისის, მათ შორის ბირთვული ომის შემთხვევაში. გიგანტური თვითკმარი ბუნკერი, რომელიც 1953 წელს ააგეს, გაფართოებას კვლავ განაგრძობს. ამ კომპლექსის მშენებლობა 35 მილიარდი დოლარი დაჯდა. როგორ ფიქრობთ, სად უნდა შევისწავლოთ კლიმატური ცვლილებები? ამერიკელი მეცნიერები ფიქრობენ, რომ ამ საქმისთვის საუკეთესო ადგილი მიწისქვეშეთია. 40,000 წელზე მეტი ხნის წინ შექმნილ გამოქვაბულში სხვადასხვა სფეროს სპეციალისტები მუშაობენ. ამ ადგილს NASA-ც კი იყენებს. ისინი გვირაბში მარსზე გამოსაყენებლად შექმნილ აღჭურვილობას ამოწმებენ. ყინულის დნობის თავიდან ასაცილებლად გვირაბში მუდმივი ტემპერატურაა შენარჩუნებული. საინტერესოა, რომ ეს მიწისქვეშა კომპლექსი თავდაპირველად 1960-იან წლებში ზებგერითი რაკეტების შესანახად აშენდა, თუმცა ყინულოვანი ქანები სამუშაოებს სერიოზულად ართულებდა, რაც ობიექტს სამხედრო მიზნებისთვის უვარგის ხდიდა. მოგვიანებით კი ამ ადგილის შესწავლა მეცნიერებმა დაიწყეს. მისურის შტატში, სოფლიოში უდიდესი მიწისქვეშა ბიზნეს კომპლექსი საპტროპოლისი მდებარეობს, თუმცა აქ ვერც ოფისებს ნახავთ და ვერც თანამშრომლებს. კომპანიები კომპლექსს ძირითადად საწყობებისა და არქივებისთვის იყენებენ. მაგალითად, ამერიკის საფოსტო სამსახური აქ საკუთარ უნიკალურ მარკების კოლექციას ინახავს. კომპლექსში 11 კილომეტრიანი განათებული გზა და რამდენიმე კილომეტრიანი რკინიგზის ლიანდაგია, რაც ამ ადგილს ნამდვილ მიწისქვეშა ქალაქად აქცევს.
წარმოიდგინეთ ადგილი, სადაც მოსახლეობის სიმჭიდროვე ყველაზე დიდ ქალაქებთან შედარებითაც კი 4-ჯერ მეტია. ეს კუნძული სანტა-კრუზია, რომელიც კოლუმბიის სანაპიროსთან მდებარეობს. ჰექტარზე ოდნავ ნაკლები ფართობის ტერიტორიაზე 1000-მდე ადამიანი ცხოვრობს. ბენზინის გენერატორების გამოყენებით კუნძულს ელექტროენერგია დღეში 5 საათის განმავლობაში მიეწოდება. კოლუმბიის საზღვაო ძალები კი მოსახლეობას სასმელ წყალს რეგულარულად აწვდიან. სწორედ მისი ფართობიდან გამომდინარე, სანტა-კრუზი სამართლიანად ფლობს მსოფლიოში ყველაზე მჭიდროდ დასახლებული კუნძულის ტიტულს. ზოგიერთი ობიექტი დროთა განმავლობაში ისტორიულ ძეგლად იქცევა, როგორც მაგალითად ეს ბუნკერი. ის საბჭოთა კავშირის სამხედრო ბაზის ნაწილს წარმოადგენდა. ბუნკერი ბირთვული ქობინების შესანახად გამოიყენებოდა. მრავალი წლის განმავლობაში მისი არსებობა გასაიდუმლოებული იყო და ბუნკერზე წვდომა მხოლოდ რამდენიმე ადამიანს ჰქონდა. თუმცა 2016 წელს ამ ადგილს ახალი სიცოცხლე მიეცა. ახლა ეს ცივი ომის მუზეუმია, სადაც ვიზიტორებს შეუძლიათ გლობალური დაპირისპირების პერიოდს გაეცნონ და ნახონ, რა სამხედრო ობიექტები იყო შექმნილი იმ სცენარისთვის, რომლის თავიდან აცილებასაც მსოფლიო ცდილობდა. ისლანდიაში პატარა კუნძულ ელიდაიზე ერთი საინტერესო სახლი დგას. სახლი კუნძულზე ერთადერთი შენობაა. ის 1953 წელს ადგილობრივი მონადირეების ასოციაციის მიერ აშენდა. წარსულში კუნძულზე რამდენიმე ოჯახი ცხოვრობდა, მაგრამ 1930-იანი წლების შემდეგ ის მიტოვებულია. თუ ეძებთ ადგილს, სადაც ყველაფრისგან გაქცევასა და განმარტოებას შეძლებთ, ეს კუნძული თქვენთვის ნამდვილად ზედგამოჭრილი იქნება. შეიძლება თუ არა გამოქვაბულის შემოსავლის წყაროდ გადაქცევა. ჩვეულებრივი გამოქვაბული შესაძლოა არ გამოგვადგეს, მაგრამ ტენესის შტატში მდებარე კამბერლენდის გამოქვაბული ამ მიზნისთვის სავსებით შესაფერისია, რადგანაც ის შეერთებულ შტატებში ერთ-ერთი ყველაზე გრძელი გამოქვაბულია. მისი ზომა არა მხოლოდ გამოქვაბულში სეირნობის, არამედ მასში კონცერტების გამართვის საშუალებასაც კი იძლევა. სურთ იმ ადგილის ნახვა, რომელიც დინოზავრების გადაშენების მომსწრე გახდა, მაშინ გრანდ კანიონის გამოქვაბულებს უნდა ეწვიოთ, რომლებიც დაახლოებით 65 მილიონი წლის წინ ჩამოყალიბდა. ეს გამოქვაბულები იშვიათ მშრალ გამოქვაბულებს მიეკუთვნება, რაც იმას ნიშნავს, რომ მათ სტალაქტიდები არ აქვთ. გამოქვაბულში ყველაფერთან ერთად რესტორანსაც კი ნახავთ, თუმცა ამ რესტორანში მაგიდის და ჯავშნა მარტივი საქმე ნამდვილად არ იქნება. როდესაც ადამიანები საცხოვრებელ ადგილს ტოვებენ, ბუნება მას სწრაფად იბრუნებს. ზუსტად ასე მოხდა ჩინეთში მდებარე მიტოვებული სათევზაო სოფლის ჰოუტოვანის შემთხვევაშიც. 1990-იან წლებში მეთევზეთა ნაწილი უკეთესი ცხოვრების საძიებლად წავიდა. 2002 წლისთვის კი სოფელი მთლიანად აცარიელდა, მაგრამ 2015 წელს მწვანე საფარით დაფარული სახლების ფოტოები ინტერნეტში ვირუსულად გავრცელდა, რამაც ჰოუტოვანი ტურისტულ ღირსშესანიშნაობად აქცია. 2017 წლიდან სოფელს ტურისტები რეგულარულად სტუმრობენ. სედარმესა იუტას შტატში მდებარე თვალწარმტაცი პლატოა, მაგრამ მისი კანიონები ადამიანებში კიდევ უფრო მეტ გაოცებას იწვევს. კლდეებს შორის პუებლოს დასახლებების ნანგრევებია დამალული, რომელთა ასაკით 700 წელზე მეტია. ამ შენობების უმეტესობა თავდაპირველი სახითაა შემონახული.
ჩინეთში მდებარე სოფელი ლიჯიაშანი ფენტეზი ფილმის გადასაღებ მოედანს ჰგავს. შანგსის პროვინციის მოსახლეობა 5000 წელია, რაც სახლებს გამოქვაბული საცხოვრებლების სტილში აშენებს. ეს არქიტექტურა ზაფხულში სიგრილეს და ზამთარში სითბოს უზრუნველყოფს, რაც ცხოვრებას მკაცრ კლიმატურ პირობებში შედარებით კომფორტულს ხდის. ლიჯიაშანის სოფელი მინის დინასტიის დროს დაახლოებით 550 წლის წინ დაარსდა. ადგილობრივი სახლები უბრალოდ კლდეში გამოკვეთილი გამოქვაბულები არაა, ისინი ქვისა და აგურის ფასადებით, ინტერიერითა და მყუდრო ეზოებით აშენებული სრულფასოვანი სახლებია. რაც უფრო ღრმად ჩავდივართ დედამიწის სიღრმეებში, მით უფრო ნათელი ხდება, რომ კაცობრიობის ისტორია მხოლოდ წიგნებში არაა დამალული. მიტოვებული ქალაქები, საუკუნეების წინ ჩამოყალიბებული გამოქვაბულები და ადამიანის ხელით შექმნილი მიწისქვეშა კომპლექსები წარსულის შესახებ ნათელ წარმოდგენებს გვიქმნის და შესაძლოა სამყაროს ყველაზე დიდი საიდუმლოებები არა შორეულ კოსმოსში, არამედ იმაზე ახლოს იყოს, ვიდრე ჩვენ მგონია.